ხო ეს გაინტერესებთ? კი. რატომ გაიკეთე პირსინგი? ეხლა თქვენ ურთიერთობთ, მე არ მიყვრეთ და თქვენ ითვლით 5 რატომს ამის შემდეგ. პირსინგი იმიტომ გავიკეთე რომ მომწონს და მელამაზება. რატომ მოგწონს? და გელამაზება. და რატომ გელამაზება? ამას პასუხი უნდა გავცე? ხო, ანუ ნახე ეს დაგისვას კითხოს, მე ამას სცემ პასუხს. თქვენ ითვლით რამდენიმე რატომ? ძალიან უგანაზდები ხა, რატომ მოგწონს და გელამაზება, აი ეს მაინტერესებს. ჩემთვის ისეთი რაღაცები არის ლამაზი, რაც შეიძლება შენთვის სრულიად არ არის ლამაზი. შეიძლება გაგაწყოთ, ხო? ანუ თქვენ სხვანაირად უნდა გავცე? შენ თავზე საუბრობ. ხე შენ რატო გელამაზება? დედაზე არ იფიქრო. შენი ფიქრე, შენ ჩადიხარ ღრმად, რომ რატო გილამაზება და რა გავაკეთო? თქვათ შეიძლება თქვა რომ იმიტომ რომ გიждები გოგოს რომ აი აქ არ ვიცი რაც არის. ვთვლი რომ ლამაზი კბილები მაქვს და კიდევ უფრო მილამაზებს ჩემს ღიმილს ეს პირსინგი დედა. დედა. რატომ თვლი რომ გილამაზებს შენს ლამაზ კბილებსა და ღიმილს? რატომ თვლი? არ შეიძლება რომ შემიაზრებს. ჩემი აზრი რომ არ შეიძლება. სინამდვილეში გიმახინჯებს. ცივიანი არის. ჩვეულებრივად დავარცხნილი კონფლიქტი მოგვიწყვეთ ახლა. რა ვქნა მომწონს? აი, ჩემი აზრი ეს არის, უბრალოდ მომწონს და მინდა რომ მქონდეს ეს პირსინგი. ვერ გავიგე მაინც რატომ მოსწონს. ანუ მე მგონი გინდა რომ იყო განსხვავებული. სრულიად საერთოდ არ ხვდეთ ეს განსხვავებულს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბევრს აქვს გავსე პირსინგი და ანასაც აქვს პირსინგი. ანას აგარეთ. ანუ ეს რა განსხვავება? უბრალოდ შეიძლება ინსტრუქცია ჩემი კარგი არ იყო. ჩვენ როცა თქვათ ესე ვთამაშობთ, ან ვარჯიშობთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი განწყობა იყო, ან ჩვენ ვიყოთ ცნობის მოყვარეები. მიხვდი რომ აი რატო, აი მე მაინტერესებს იმის. და არა განსჯითი მიდგომით, არა? რა, ნეტა რა სიტყვის? აი ესეთი დამოკიდებული რომ ნეტა რა სიტყვის? არა, ხო, მაგრამ არაფერს არ მეუბნება. ხედავთ, სულ იმეორებს რომ იმიტომ რომ მომწონს, უბრალოდ მომწონს და რატომ მოგწონს, რო ვეკითხები? ნუ რა ვქნა, მომწონს და რა ვქნა? რატომ მოგწონს? არის რიტორიკული შეკითხვა, აღიაროთ ახლა. ჯერ ერთი იმიტომ რომ ამას ვიში ჭირდება რა. ესეთ ეხა შეგიძლია რომ შენ დაუსვა კითხვები. მოდი ახლა შევცვალოთ, ხო? ანუ შენთვის ხა ძალიან საინტერესო. შენთვის რა არის? რომ შენ რო თქვენ თვითონ გამოსცადოთ როგორი არის, რომ უცბად რაღაცა ძალიან მკაფიო პასუხი გაქვთ და უცბად კიდევ ვიღაც გენება რომ იმის მიღმა უნდა წახვიდე. ძალიან რთული, ანუ უნდა იფიქრო. ეს რთულესი რამე ყოფილა. მე მგონი უნდა ვიარო ამ პრობლემაზე. ანუ თქვა ჩვენთვის რა იყო, ხა როგორც თქვათ თვითონ მოიტანა ეს თემა როგორც პირსინგზე, შეგიძლია რამე ისეთი სენსიტიური კითხვა. ანუ უბრალოდ ჩვეულებრივად იყოს რამე შეკითხვა, რომ რა არის შენი საყვარელი საჭმელი.